ძალიან ძიმეთ იყო ძალიან. და მეთქი ამოიღეთ ეშლანგიც, ყველაფერი კარგად 5-იანზე მოჩა და ცოტა ხმარი შემოდიან, კაროჩე, ეს ერთი რუსული აქცენტით იყო, ეს მეორე ქართველი და ეს გამოხედა თავს როგორ გძნობ ოპერაციის მე. რა ოპერაციას გულისხმობ მეთქი რა, ვერ მოვწვი ეს გულის თემაზე რომ ეს შენი გულიო რა შვებაო რა, ახალი გულიო როგორ მოგწონსო, როგორ მუშაობსო და ჯერ ხო ვაფშე არ მახსოვდა, კაროჩე, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. ეს ახალი გულზე რომ გამიმახვილა ყურადღება. აინერე დამარტყა, ხო გამახსენდა და რა მოხდა, იცი? დრო დაიწყო ფართხალი, ღმერთო, მეთქი ხელი გადავა. ემოციური ფონი. გაჩერდი მეთქი, რაქნა, იცი, იმენა თითქოს ხტებოდა რა, გულის აგურიდან იმ ხელაზე ურთხავდა რა. მეთქი გაჩერდი, ღმერთო, რაღაცა ქელი. ხო დამშვიდა და მე მესიამნა, მე მის მე ძმაკაცოთ მეცა, ჩემი ახალი გული. ეს ემოციის გულის აჩქარი. ხო, ძალიან ცუდი იყო, აი რაქნა, იცი, ძალიან ირტყმევინებოდა, ხო. რო გავიგე. გადაჭროლიც ხო იყავი. რო გავიგე, კაროჩე, რო ესე იყო. მოგვიწია რა, ბევრი რაღაცა მოხდა, ბევრი რაღაცა სხვათა შორის რო გითხრა რომ პერიოდი კაი იყო თქო მოგატყო, ცუდი იყო, მაგრამ ბევრი რაღაცას გადახედავ, ადეკვატურად ყველაფერს შეხედავ ხოაზე. ბევრი რამე იცვლება რა, იმიტომ რომ იქითაც რო ხარ იმდენ საფიქრალი ხარ, ვერაფერს ვეღარ აკეთებ, კაროჩე, ფიქრის მეტი არაფერი არ გაქვს დროის. აი, ვერაფერს ვერ იქ. ან უნდა ილოცვა, უნდა იფიქრო, კაროჩე. მოგიწევს ორივე. ჩვენ ორივეს ლოცულობდით და ვფიქრობდით. ორივე. ბოლო დღეს იმდენი ვილოცე, დილით რომ მითხეს წავედით გული გაქონდეს კი მალად. გაჭრა. მალადეც მეტი. მადლობა უფას, ყველანაირად გაგვიმართლა. და იმედი მაქვს თქვენც გაგიმართლებთ, ყველაფერი კარგად იქნება. მაგარი კაი კაცი არის რა. დედაცავალ იმენა რა. ხო. იქ პეტრე პავლესის არის ტაძარი არის რა, გასწავლი მე როგორ უნდა წახვიდე პირდაპირ კლინიკიდან მიდის ტრანსპორტი. და ქართველი მამაო არის, ისეთი კარგი ადამიანი არის, აი სულიერად რომ დამშვიდდები, კლინიკაშიც მოგაკითხავს აუცილებლად. ჩვენს უგვაკითხავ და გვაზიარებ და სახშიც მოაკითხა მერე და ის ძალიან კარგი ადამიანია. აი ხანდახან კი არა მავიწყდება ხოლმე რა. გაგიკეთეს რამე? ბიჭებს ვხუტები ხა რაღაცა. სულ რაღაცა მოძრაობენ და ხანდახან მარტო რომ მოდივარ ხოლმე მანქანის სახში რა, რომ დაუფიქდები ხოლმე რა. რა თქი სად გამოძვერი, რა დაობმეთი რა, როჩი რამდენს დავმეთ. მაგრა გამოძვერი რა, დედას ვიცავარ. აუ თემო ჩვენ ხარ. მაგრამ დედას ვიცავარ თავიდან აქეთაც როგორც ეხა შენთან მოვედით შევძელი მაგდენი და მაშინ მე უკვე აქეთ აღარ ვიყავი და იქიდან ვამხნევდი როდის ჩამოყვარ მეთქი აქაც გნახავ მე. აქეთაც მაგარი ცუდად იყო ხოლმე. ჩამოდი მეთქი, მალე წამოხვალ აქაც მეთქი მოიხოდები. კაროჩე მის მერე უკვე ძმაკაცო. რა ვიცი, კაროჩე ყოველდღე როცა ამერიკავს თუ გადაობაში გავდის დღე. თვითონაც ძალიან მშვენივრადაა. მე რო პირველად ვისაუბრე ჩემი სახლიდან სულ ერთი წუთიც არა კიდე და ცუდად გავხდი. იმხელა ემოცია იყო რომ გულ გადანერგილი ადამიანი დავინახე ეს კამერაში. შემაგრად იწვალა რა. და წამოწულა და ეს კაბლები და ეს დამჭირდა. ძნელი. და ეხლა ახლოდან ხო ნახე გიორგი გუშინ და ეხლა უკვე შენი სიტყვის, მაგრამ ეხლა უკვე ცოტა მივეჩვი. რა თქმა უნდა ძალიან არა ვერ აღწევ სიტყვები. არაფერზე არ ინერვიულო საერთოდ რა. იმხელა გამხნევება, სულ რო არაფერი არა თქვა, ის რო უბრალოდ უყურებ ადამიანს აი ეს უკვე ჩემთვის ყველაფერი. მე როგორ მეუნებოდა გიორგი ხოლმე შენს დალე მე ერთ ბოთლალუც რა იყო შენს და. პირველად რო ვნახე გიორგი, მე ჩემი მეორე ბიჭი და ჩემი დეიდაშვილი მახვდა და იცი როგორ ემოციურად ვიყავი, უკანკალებდი და მე ასე მინდოდა შევხებოდი. მეთქი მართლა გულ გადანერგილი ხარ. იმხელა იყო. ხო რა, გავსი რამე რომ არ გამომგიცდა. არაფერზე არ შეშინდა ვაფშე. ოპერაციიდან რომ გავიღვიძე ერთენები აღამოს. მე კაროც რაღაცა ერთ კვირაში უკვე პალატაზე ავედი, ზევით ამიყვანის. უცება ავედი, თან მე მაგარცავ ჩალიჩობდი რა, მე თვითონაც იმენა ისეთ დაღლილი ვიყავ და ეს გული რო გადამინეკეს უკვე რა უსუნთქავდა და ხოძე რო ვიყავ. უბერავდი, პირველი დღეს მე მოვითხოვე, წყალი მეთქი სად არის? წყალიო ვერაო, ჯერ ვახაინა ოპერაციები ხარ რომ წამთვლი მაისო, კაროჩე, მაგ ერთ კვირის მე რო ავედი ზევით. აი რავი, litrით დაიწყო ლაპარაკი, კაროჩე. ლიტრა და მე უკვე დაიკო მოუმადა ლიტრა ნახევარი 2 ლიტრა. რამდენსო დღეს რამდენი გაქვს დალეული? 2 ლიტრა უკვე ვიძახ. და მასე რომ მოუყლიდე კაროჩე ეს წყალი, უნდა გენახა იმენა. ისეთი სიამოვნებით ვცვავდი ბოლოს წყალს რა. ეხა ვაფშე აღარ მინდება.
მანგო ჩემი არც ნათესავი არის, არც არავინ არ არის, ესე თქვენსავით გავიცანი რა და ესეც გავიცანით ერთადერთხელ გაკეთებული სიკეთის შედეგად. ჩემი შვილი, მეორე ბიჭი და მისი მეგობრები მანგო ეხმარებოდა კახეთში იყო მგონი ვიღაც ის ოჯახს ეხმარებოდა, სახს უწესრიგებდნენ, მრავალშვილიანი ოჯახი იყო და მეორე ბიჭი ჩემი თავის მეგობრებთან ერთად წავიდა მანკრესლუები ჩაუტანეს რა ჩემი შვილების მეგობრებს მაღაზია ქონდა თავეჯის რა და იქ გაიცნეს ეს ჩვენი კეთილი ბიჭი რა და მე ჩვენ რო ესე გაგვიჭიდა და მოვხდით კლინიკაში და ის მეგობრებმა დაურეკეს მანგოს რომ ესეაო და იმ წუთში გაჩნდა მანგო ჩვენთან და აი მადლობა მანგო ყველაფრისთვის და მადლობა რომ დღეს მოკლედ ამ გზამდე მოვედით რა და ყველა კეთილი ხო არა დღესდღეობით შენდგე ხარ ამას გვერდით და ძალიან დიდი იმედია რა როგორც ჩემი იმედი იყავი ასევე დიდი იმედი ხარ ამათვის რა შენით გებულობს სოციალური ქსელი დამხელა ის რო ყავს გვერდით რა გიცნობს ხალხი რამდენი გამომწერები და ის წარმოიდგინე ხა არაბულები აი საერთოდ რო არ ვიცნობდი ემიგრაციაში რო არიან აი გაჟღერების და ვიდეოს დახმარებით გაიგო იმ ხალხმა რომ აის უჭირდა და იმდენი არაბული გავიცანი მართლა იმდენი არაბული და ის დაგვეხმარენ აი ემიგრანტები რა თქმა უნდა ემიგრანტები და მადლობა მინდა რომ ყველას უთხრა რა ძალიან გმირები არიან ჯერ უცხო ქვეყანაში არიან ოჯახის გულისთვის წასული და სხვებს რო ეხმარებიან გაჭირვებულებს რა თავიანთი ოჯახი რო აქვთ მიტოვებული. და დარწმუნებული ვარ და მჯერა რომ ნიკოს შემთხვევაშიც ესე იქნება და ბედნიერი დაბრუნდებით ჩვენსავით რა მთავარია იქამდე ჩახვიდეთ ფული მოგროდეს მალე არ დამძიმდეს სიტუაცია და თქვენი ფეხით შეძლოთ იქ ჩასვლა როგორც ჩვენ ჩავედით რა ჩვენ ჩავედით ჩვენი ექიმების წყალობით ძალიან უმძიმესი იყო და ის მდგომარეობა მეც ემიგრანტი ვიყავი რა წასული და მე თავიდე მალე და ჩემი ედგა თავზე რა ორი ღამე და ბილეთები რო არ იყო ქუთაისის აეროპორტში ჩავფრინდი რომ მეთქი ჩემს შვილს ცოცხალი ჩაუსწროთ ხო ისე ცუდად იყო და მადლობა ჩვენ მიშა ექიმს, გოგი ექიმს და ყველას რა ვინც გვერდით იდგა და ჩემი შვილი დაასტაბილურეს მართლა და ექიმების დახმარებით ესე მშვიდობიანად ჩავედით და დარწმუნებული ვარ რომ ყველა დაგიდგებათ გვერდში აი მართლა ჯერა და თქვენს მალე ჩახვალთ და თქვენ ჩვენსავით მძიმე გზას არ გაივლით ჩვენ უმძიმესი გზა გავიარეთ აი ჩვენ რო ჩავედით 20-მდეც არ იყო ფრაქცია რა ძალიან მძიმეთი იყო ძალიან წარია სპოტაშურის მხოლოდ 13,000 ლარი დარჩა მოსაგროვებელი და თქვენი გვერდში დგომა ძალიან მჭირდება ახლა დღეს იყო არაჩვეულებრივი შეხვედრა რეალურად მოვიდა ნიკოსთან ტაის დედა და ну ეს საუბარი დიალოგი გამხნევება ტაი უყვებოდა თავის ისტორიებს იმიტომ რომ მე მახსოვს ბოლოს ტაი როდის ვნახე იცით აი საწოლზე რო იყო ესე მოკუნტული და უკვე მის თვალებში რო ხედავდი აი შინაგანად რო დანებდები ადამიანი ის კი არა რო გული გაწუხებს ის კი არა რაღაცა ორგანო ვერ გიწყობს ხეს კი არა უკვე შინაგანად რო დანებდები ადამიანი რა ესეთი რაღაცა მოკუნტული გაფიქრებული ეგეთი ვნახე თან ძალიან გამხდარი იყო ტაი რა და უცებ ახლა დღეს ხედავ ფერხორციან ბიჭს რომელიც ბედნიერი სახით არის აღარ არის მოწყენილი თვალები უნათებს მაშინ ბოლოს რო ვნახე საერთოდ ჩამქრალი ქონდა უკვე თვალები რა ნუ გამოიარა ურთულესი გზა ცხადია რამდენიმე თვე მოუწია თითქმის 1 წელი ლოდინის პროცესი მოუწია მე ნუ ოპერაცია მე ეს გადანერგვა ეს არ არის მარტივი პროცესი ესე თქვენ შეიძლება ჩანს ამ ვიდეოდან რომ ესე რაღაცა უცებ წახვედი და მორჩა ესე არ ხდება ხოლმე რა და ნუ აი ამ ყველაფერს
საუბრებოდა დღეს ნიკოს და ნიკოც რა თქმა უნდა გაფრწყინებული სახით შევყურებდა თვალებში და გუშინ იყო კიდე სხვათა შორის გიორგი მოსული, რომელსაც უკვე 11 წელი აქვს გული გადანერგილი, იქით კიდე გერმანიდან თემო ეკონტაქტება და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად რა და ძალიან დიდი გამხნევებაა რა. ეხლა ნიკოს მდგომარეობას რაც შეეხება, ნიკო ასე თუ ისე როგორც დღეს ვთქვი ვიდეოში ახლა არ მინდა რაღაცა ეს დრამები დავდგამ ვიდეოში, ანუ ადეკვატურად შეუძლია მას რაღაც ფეხზე წამოდგომა 10 მეტრზე მეც ობიექტურად ვერ გადის ეს ადამიანი. ეხლა მაგალითად აქედან თავისი პალატიდან რო გავიდეს, მივა ფეხით ეკოსკოპიის გადასაღებად. აი რამდენიმე მეტრია, 7 მეტრია მე მგონი, ხო? რაღაცა ძალიან მცირე მონაკვეთს. მაგრამ იმაზე უფრო შორს ვერ მიდის რეალურად რა და აი ყველაზე საშიში და საფრთხილო რაც არის ეხლა მაგალითად ნიკოს მდგომარეობაში ეს არის რომ ნებისმიერ მომენტში ზოგადად ასეთი გულის დაავადებით რაც მას აქვს, ანუ მრგვალი გული აქვს, შემიძლია გითხრათ და ეს განდევნის, ანუ ეს 75 მილilitrამდე გადიდებული, მოკლედ ეს ის არა. მე ვერ გესაუბრები სამედიცინო ენაზე, მაგრამ ხა საავადმყოფოში თუ დავრჩები აქ და გავათენებ ღამებს, საბოლოოდ მეც ალბათ კაი კარდიოლოგი შევდგები რა და ხო ეს ძალიან საშიში არის რეალურად, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია დამძიმდეს. ეს დამძიმება ნიშნავს, რომ ჩვენ გვინახავს ეს უკვე პრაქტიკაში თემო მაგალითად უკვე ბოლოს გვეუბნებოდნენ ექიმები, რომ კიდე აი 1 საათიც რო გააჩეროთ, ესეც უკვე სასიცოცხლო დროის დაკარგვას ნიშნავს რა და აი აქამდე არ გვინდა მივიდეთ, იმიტომ რომ მე უკვე მინსკშიც ლოდინი სჭირდება და აი ეს არის ფორს-მაჟორული სიტუაცია რა. იმიტომ კი არა რომ რაღაცა ეხა სასწრაფოდ რამე სჭირდება ამ მომენტში, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს რაღაცა მოხდეს რა. ყველა თქვენგანს მე მინდა გითხრათ, აი ხა თქვენ რო ამ ვიდეოს უყურებთ, ჯერ ეს ერთი ტაირო დაინახეთ ამ ვიდეოში, ეს თქვენი დამსახურება. ნუ ჩემიც ცოტა, მაგრამ თქვენი უფრო მეტად, იმიტომ რომ არა ეს ერთობა და რომ არა ეს თითო ლარები, რაზეც ყოველთვის ვლაპარაკობ, არაფერი არ გამოვიდოდა ხალხის გარეშე, ხო ცხადია. ეს თქვენი დამსახურება, ის რომ თემოს ხედავთ, მაგალითად იმის წინა ვიდეოში დაინახეთ თემო, ისიც ფერხორციანი ბედნიერი, ესეც თქვენი დამსახურება და ეხა ნიკოს ჯერი დადგა. 38 წლის ორი შვილის მამა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ რა და გახსოვდეთ ყოველთვის რომ ის თეთრები ის რაღაცა 10 თეთრიც რო იყოს და 50 თეთრიც რო იყოს მასზე დევს ადამიანის სიცოცხლეს. შენ თავარია არ დაგეზაროს დააკოპირო ის ოჯახის ანგარიშის ნომრები და გაიმეტო მისთვის ახალი სიცოცხლისთვის კიდევ ერთი ლარი. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებთ.